ჩვენთან სტუდიაში ახლა შემოვა ძალიან ნიჭიერი კაცი და რაღაცა სხვა მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი მოდი ესე ვთქვათ და ეს გახლავთ ნიკა ღონღაძე. შემოვიდეთ. აბა მადრიცემული. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა უკვე მივხვდით. როგორ ბრძანდები? კარგად, თავად როგორ ბრძანდებით? გადასარევად შემართულები ვართ ძალიან კარგი. ბევრი სიცილისთვის და ბევრი ფულის გაცემისთვის. ძალიან კარგი. ამიტომ გვჭირდება თქვენგან მხოლოდ ძალიან ხშირად გქონია მაგის ბედნიერება თქვენ როცა მობრძანებულ ხართ აქ ბევრი ღიმილი და ბევრი სიცილი ყოფილა და კიდევ ველი თქვენგან ამ ამბავს ჩვენ. ანუ 1000 ლარი მოგებული აქვს? ვკითხოთ, მე არ მახსოვს ეს. 400 კი. ეხლა 400-ზე თუ 1000-ზე? არ ვიცი, ნახოთ, თამაში გვიჩვენებს როგორ შეიძლება. თამაში გვიჩვენებს. ანკეტა შეუსია. ანკეტა თუ შეავსო, მაშინ ნახოთ გაგვაცხადოთ. რა დონეზე არა ადეკვატური იქნება ქვრივიშვილი. არ მოგეწონა ხო აქ მალხაზზე? ეს არ წერია, ეგ ნუ იგონებ მართლა არ წერია, მასე მე. არა, მე ასე ვქვა ტექსტი ასე გაიგულისხმ. რომელი ჟიურის წევრის იმედი გაქვთ რომ გაგიცინებ და რატომო და მალხაზ ქვრივიშვილის იმედი მაქვს რადგან ძალიან პოზიტიური ადამიანიაო. მაშინ შენ გენაცვალე მე. აბა არა ხა არ დაუმოვალ მოდი მალხაზს არის პოზიტიური წერია. არა, ყველა პოზიტიურია აქ ერთი ადამიანის გარდა არ დავასახელებ იმის საკითხს. ერთი წინადადებით მოისყიდე წამყვანი. ყობა ქვეტექსტებს. რა მინდა კი იცი? აბა შენ იცი. ზურა აბა შენ იცი. კი ბატონო, რა გურული. მინდა კი იციო, ხო? ცხოვარ კი იცი. გავა კი იცი. რა მინდა კი იცი. ფულს დახარჯავს მეგობრებთან ერთად. არა, შემართება ესეც არის. კარგია. მოგვიკითხე მეგობრები დიდი სიყვარული. ო, კარგი შემართება. ძალიან კარგი. კიდე წერია საინტერესო რამე თუ დავიწყო. მოიგებ მე მეგობარი. არა, გამოტოვებულია რამოდენიმე. არა, პირველი შენ მახსოვ ხარ აუცილებლად. რა ვიცი პოზიტიურიო ვიღაც. ეს არ მომეწონა. ვიღაც გადამცილზე და კარგი ქენით, იმიტომ რომ ყობა არ გაგიცინებთ. არა, ყობასაც ვერ დაუკარგავთ სხვათა შორის ძალიან ბევრი. კიდე კაი რო არ დაწერია ყობას. არა, კი, არის პოზიტიური, ხანდახან არის როცა პოზიტიური. სჭირდება. კი ბატონო. შემოგარგებო. დიახ. დავიწყოთ, ნიკა. დავიწყოთ. მაგაზე არ დადგე თუ დადგომა გინდა, რა გადმოვარდე. როცა მეტყვი, მაშინ დავიწყო. ჩვენ მზად. აბა, ჩვენც. მოემზადეთ. აბა თამაშობს ნიკა ღონღაძე ჯერჯერობით 50 ლარზე 1 2 და 3. ნინძა გრიგოლია. ლალიქოსი. ლალიქოსი. კარგი იყო ძალიან. ლალიქოსი. კოსა განსხვავებული, ესეთი არ მინახია. ხო, ესეთი მიმდინარეობა და ძალიან საინტერესო და რამე ქოსატყუილაზე არა. ქოსატყვი. ესე იგი ლალიქოსი აბა ლალიქოსი და ქოსატყუილო. ხო, მაგრამ მაშინ ლალიქოსი თუ ხარ აკრძალული უნდა იყოს შენი. აკრძალული ვარ. ეთერში გამოჩენა. აკრძალული ვარ მე. 50 ლარი მოიგო ამ კაცმა და 100 ლარზე თამაშობთ მე მგონი. რა თქმა უნდა. მოემზადეთ თამაში გახლავთ 100 ლარზე 1 2 და 3. ბურა ნიჟარაძე. აიღინათ და თქვენ მოიგეთ ბურა ნიჟარაძე მოგაგებიათ. ბურა ნიჟარაძე. ბურა. აი არ გინდა რომ მოიფიქროს რა. კარგია. კარგია. ალარი მოიგეთ. ბურა ნიჟარაძე გამისწორდება რომ მოიღოს ყობაზე ველოდები ძალიან. რა. რომ მოიღოს ისა რა ქვია სეკა პრევიშვილი, იმიტომ რომ მას ხო ჯეკა ქვია სინამდვილეში. გაცილებით კარგი მაქვს მალხაზ მოგა. თამაში არის უკვე 200 ლარზე. ძალიან საფეთ წავედით. კი ბატონო. 200 ლარზეა. როცა მეტყვი დავიწყოთ. სატყვით. თამაში გახლავთ 200 ლარზე 1 2 და 3. გნიას დიასამნიძე. მალხაზ შემოწიეთ ხელი. დავით ქარხან მოურავი. ჩელენტვანო. რომანა და ჯულიეტა. ცოტა წებამდა. დრო. ჭიანდექსი. ძალიან სუდათ არის. იმის დრო. ლორდი წულაია. მიდი დროზე ქება. დრო.
გიოსებ სტალინი. ლენინი უფრო უხდება კი ბატონო, მაგრამ თქვენ მონიტორაში ვარ. ნახეთ როგორ არის ანხელი და ისველი. შეხო გიო. ან რაღაცნაირად მანამდე მოამზადეთ რა. უკაცრავად. ეხლა ამას ვერავინ ვერ დაგიჭერთ და ამიტომ თან დრო მიდის. მიდი გაშალე ჯერ და მე იმას. ან ეხლა შეგიძლიათ კარგები ამოარჩიოთ, იმიტომ რომ 200 ლარი მოიგეთ და ეხლა თუ აპირებთ თამაშს, უნდა ითამაშოთ 400 ლარზე. კი ბატონო. 400 ლარი კარგები ამოარჩიეთ. დაუცილებლად. ანუ ესე ხوار შეგიძლიათ, აი უკეთესი ხوار არის, ცოტა ესე გადაშალოთ. კარტივით. კარტივით და უფრო მარტივად იქნება მე ამოღება. ჩვენ სულ ღელავდით, რომ კი. დრო გადიოდა და რო ღელავ მე გაცილდა. ხო, დაგეკარგათ 1.563 მაგაში. კარგი, მოკლედ 58 წამი იყო, არ იყო საგანგაშო მდგომარეობა, მაგრამ არც კარგი, მინდა გითხრათ. კარგით, მოემზადეთ თამაში. მზად ვართ. გახლავთ 400 ლარზე. 1, 2 და 3. მახომეტრი. კარგი! მახას გაიღი მახომეტრი. მახომეტრი არა, მახომეტრი. 400 ლარი მოიგეთ. მახომეტრი. მახომეტრი. ახლა უნდა ეხლა იქნება კობა. თქვენ გააგრძელებთ თუ არ გააგრძელებთ? აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ დღეს არის ერთ-ერთი დღე, რომელზეც თქვი რომ აუცილებლად ვითამაშებდი ბოლომდე. ძალიან კარგი. გასაფასებელია. მივესალმოთ, თამაში გახლავთ 1000 ლარზე. ანუ არავინ არაფერს არ ვეუბნებით, ხო? ესეთი გადაწყვეტილება. არავინ არაფერს არ ვეუბნები. მეორის რად უჭირავს ხელში. ცოტა ნერვიულობთ, მაგრამ რა ვიცი, ხო, მოემზადეთ. კიდე მოამზადეთ ქვევით რაც არის, დაისველეთ ხელი. ამოწიეთ ხო მასე, თორემ მე დრო გადის მაგაში. დრო გადის ფიქრებში. გადატრები. დრო გადის. შეგვიძლია დავიწყოთ. შეგვიძლია დავიწყოთ. აი კომენტარები გააკეთე რა თან რა მინდა. მოემზადეთ თამაში გახლავთ 1000 ლარზე. თამაშობს ნიკა ღონღაძე 1, 2 და 3. ლალარგინი. რგავი. ლალალგინი. ლალალგინი. მახმუდი. ლადიდასი. ხმალხას ქრივიშვილი. ბრავო, აი. აუ, ის ფოტო. ამის წინა რო იყო მალხაზზე. ეგ არა, ამის წინა. ამის წინ რო იყო. ძლივს შევიკავე, ოღონდ მალხაზ. კი, არა, მე და ვიკავებ ძალიან ეხლა რა ზაიცა. მახმუდი. მომეცი რა. მახმუდი. და ხმალი წამოიღე. ხმალი მე მომეცი. კაი იყო ესა. კარგია. ნიკა გილოცავ 1000 ლარი მოიგე. მართლა ბრავო. 1000 ლარი მოიგე და კარგი. როგორ მომიხდებოდა? ამათ გაგვაცნო თუ არა? აუცილებლად. ვერ ვიკავებდი. კარგი, მოკლედ ნახე, ბონუსად გვაქვს. სანამ მე დანარჩენი ხო? მივცემ, მანამდე კი ბატონო. თქვენ განახებთ რა თქმა უნდა კარგ ამბავს. მოდი კობას გული რო არ დავწყვეტოთ, შეპირებული. კობმავალი. ორთქმავალი კობმავალი. კარგია. მსხალხას ქრივიშვილი. სმალხაზი. ნახე როგორი ვითმება. ძალიან. სმალხაზი. კი, კარგი. ლალიფაი. აუ, ლალიფაიც კაია. აი, უნდა შეინავო. ეს არის კულმინაციური ახლა კობა. აბა, კულმინაცია. კობმარლი. აუ, კობმარლი. ეგეც კაია. და რაღაცა საინტერესო ძალიან კარგი. კი, კარგი მიმდინარე. ნიკა პრარაბიძე. აუ, ეგეც კარგია. ზურაზე არა გაკეთე. სპიორი. ვიზე? ზურაზე კი? ზურაზე. კი. აბა, ზურიკოზე რა ხდება? აბა, ეხლა ფიფია და 7 ზურა. ფიფია და 7 ზურა. კარგია. დიდი მადლობა ნიკა. დიდი მადლობა. აი ეს რაღაცა ესენი მე მოგვეცით რა. აუცილებლად დაგე. მადლობა.
ურმესი მადლობა, კარგად ზანდება. გაიხარე, მადლობა რა. დიდი მადლობა ნიკა მობრძანებისთვის, თქვენი ძლიერი კაცი ბრძანდები. ხმალხაზი სადა არის? აიგდე. თქვენი კუთვნილი 1000 ლარი. გაიხარეთ, კარგად ზანდებოდეთ. ვესტუმრეთ ხშირად. იმიტომ რომ თქვენი მობრძანება აქ ჩვენ შოუში ნიშნავს ბევრ სიცილს და კარგ განწყობას და ბევრ პოზიტივს. ამიტომ ურმესი მადლობა. კარგად გაიხარეთ, ზანდებოდეთ. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. გმაყოფილი ვარ ჩემი დღევანდელი გამოსვლით. ზუსტად ის შედეგი დავწერა რამოშევრითაც წარსულეთის ჟიურის წინაშე. ამიტომ გირჩევთ თქვენს, მოვბრძანდით, მიიღეთ ამ არაჩვეულებრივ გადაცემაში მონაწილეობა და მოიგეთ თქვენც.